მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ნეომედი ეკა სუხიშვილთან ერთად. გადაცემა ყველაფერი მედიცინაზე და მედიცინის შესახებ. თქვენ შეამჩნევდით მაგიდაზე დევს ძალიან ლამაზი იასამნების თაიგული და ეს იასამანი კიდევ მეცნიერებათა სკოლის ეზოშია მოკრეფილი და გილოცავთ. უკვე მაისია, გაზაფხულის ბოლო თვე და მალე ძალიან მზიანი ზაფხულის დღეები გველოდება. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ძალიან საინტერესო თემაზე იქნება, თემაზე, რომელიც ყველა ასაკის ქალბატონებს და მამაკაცებს აინტერესებს და სწორედ ამ თემის გარშემო ვისაუბრებთ და ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება თეონა ანანიაშვილი. გორის აბრამიშვილის სახელობის ამბულატორიულ დიაგნოსტიკური სამსახურის უფროსის მოადგილე, ჯანდაცვის დოქტორი და ენდოკრინოლოგი და საერთოდ საუკეთესო ადამიანი და ძალიან დიდი პროფესიონალი. თეონა, მოგესალმები. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხარ ჩემი გადაცემის სტუმარი. ხოდიშორის დიდი ხანია გიწევ და ძლივს მოახერხე და მოხვედი და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ, რომ გამონახე დრო. ოსტეოპენია და ოსტეოპოროზი ეს ერთ-ერთი ძალიან პრობლემური ქრონიკული დაავადება, რომელიც ისე უცებ შემოგეპარება ასაკში, რომ შეიძლება ვერც კი მიხვდე და ვერც კი გაიგო და ძალიან ბევრი შემთხვევებია, როცა რაიმე ტრავმის შემდგომ აღმოაჩენენ ხოლმე საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში 40+ და ზემოთ, რომ თურმე ჰქონიათ ოსტეოპოროზი და საკმაოდ ისეთი სისტემური დაავადება და სერიოზული კვლევები, მკურნალობა და პროფილაქტიკა, რეაბილიტაცია სჭირდება. პირველ ეტაპზე მაინტერესებს და ჩვენ მაყურებელსაც რომ ვუთხრათ, რა არის ოსტეოპენია და ოსტეოპოროზი. პირველ რიგში მადლობას გიხდი ეკა მოწვევისთვის და წარმატებებს გისურვებთ, საკმაოდ ძალიან კარგი წამოწყება გაქვთ და უფრო რა თქმა უნდა ფართო მასშტაბებს მოიცავს თქვენი გადაცემა დარწმუნებული ვარ. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ თემას, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული დაავადება, ოსტეოპოროზი და ოსტეოპენიას რაც შეეხება, ეს არის ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირების ადრეული ეტაპი, რომელიც მკურნალობის გარეშე მაგალითად არ ხდება კალციუმის ვიტამინის დეფიციტის შევსება, ამ შემთხვევაში ოსტეოპენია გადადის ოსტეოპოროზში, რომლის დროსაც ზიანდება ძვლები, ხდება ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირება და ეს თავისთავად ზრდის მოტეხილობის რისკს. ანუ სტატისტიკური მონაცემებით 50 წელს გადაცილებული ყოველი მესამე ქალბატონი და 60 წელს გადაცილებული ყოველი მეექვსე მამაკაცი დაავადებული ოსტეოპოროზით. აი ამისი მიზეზი რა არის, რომ ეს სულ ყველა ავადდება და არ არის იმის შანსი, რომ დაუშვათ ვინმეზე თქვას, რომ ამის რისკის ქვეშ არ აღმოჩნდება. მიზეზი რა არის? კი, აქვე ვიტყვით, ესე იგი, ზოგადად ცვალი ყველაზე ძლიერია ახალგაზრდობის ასაკში. იმიტომ რომ ხდება მისი მუდმივი განახლება. ასაკის მატებასთან ერთად სამწუხაროდ ეს ასევე ვეღარ ბალანსდება ეს პროცესი და ხდება ძვლის მასის კარგვა, დასუსტება, ძვალი ხდება მყიფე და ხდება უკვე მოტეხილობის გაზრდილი, რომ ხდება ადვილად ხდება მოტეხილობები. და ეს ასევე ეს დაავადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტ ავადმყოფებისთვის, რომლებიც არიან მაღალი რისკის ქვეშ. და ეს არის დიდი ჩამონათვალი. აი ეს მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები ვინ არიან? ძირითადად უკვე ჰორმონალური დისბალანსი რო იწყება ასაკის შესაბამისად კლიმაქტერული პერიოდი რო ეწყებათ თუ რა კატეგორიის ხალხი? ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგი შეკითხვა. ამ დაავადების რისკის ქვეშ ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. ესენი არიან პოსტმენოპაუზურ ასაკში მყოფი ქალბატონები, რომელსაც არ აქვს მნიშვნელობა ასაკი, შეიძლება იყოს ადრევა და 40 წლის ასაკში შეიძლება იყოს. მამაკაცები 60 წლის შემდგომ არის რიგი ჩამონათვალი დაავადებების საკითხად, როგორც ენდოკრინოლოგი დავიწყებ ჩემი კუთხით, შაქრიანი დიაბეტის დროს, ფარისებრი ჯგუფის დაავადებების დროს, ასევე ჰიპერპარათიროიდიზმის დროს, ძალიან გახშირდა ბარიატრიული ოპერაციების შემდგომ, განვითარებული, რომ იქ ვითარდება მოგეხსენება დეფიციტი ვიტამინების და კალციუმის ვიტამინის დეფიციტი პირდაპირ კავშირშია ოსტეოპენია, ოსტეოპოროზის დროს. ხელოვნურად აძლევენ დამატებით და რა თქმა უნდა ყველასთან შეიძლება ეს მეტნაკლებად არ მიდიოდეს ის პროცესი და დამატებით იყოს საჭირო და იქ რა თქმა უნდა კი თავისთავად.
ასევე არის კუჭნაწლავის დაავადებების დროს, ცელიაკია, მალაბსორბცია, სხვადასხვა პანკრეასის დაავადებები, ასევე ონკოპაციენტების დროს, იმიტომ რომ ონკოპაციენტები იღებენ ისეთ მედიკამენტებს, ქიმიოთერაპიულს, რომელსაც პირდაპირ, ასე ვთქვათ, ნეგატიურად თუ როგორ ვთქვათ, მოქმედებენ ამ ძვლის მინერალურ სიმკვრივეზე. ასევე ოჯახური ანამნეზები, ოსტეოპოროზული ოჯახური ისტორიები, მოტეხილობების, როდესაც ოჯახის წევრებს ჰქონდათ ასევე. ასევე კვებითი დარღვევების დროს, როცა არის D ვიტამინის, კალციუმის, ცილის შემცველი საკვების არასრულფასოვანი მოხმარება. რევმატოიდული დაავადებების დროს, რევმატოიდული ართრიტის, სისტემური წითელი მგლურა, ასევე ალკოჰოლის, ნიკოტინის და ყავის ჭარბი მოხმარება. კი, რომელიც ხდება გამოდევნა ხდება და რა თქმა უნდა, ესენი არიან მაღალი რისკის ქვეშ და ნაკლები ფიზიკური აქტივობა, რაც დღევანდელ რეალობაში ფაქტობრივად შეიძლება ყველას ჰქონდეს. ანუ გამოდის, რომ ჩვენ კი ვლაპარაკობთ, რომ დაუშვათ ოსტეოპოროზი უკვე აი კლიმაქტერული ასაკიდან იწყება და ასაკობრივია, მაგრამ გამოდის, რომ თუ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა აქვს, დიაბეტი აქვს, უფრო ახალგაზრდა ასაკში და სხვა ბარიატრიასაც სუპატარა ასაკში იკეთებენ, გამოდის, რომ ფაქტიურად ასაკი არ გააჩნია ამ დაავადებას და ნებისმიერ პერიოდში შეიძლება იყო ამისი რისკის ქვეშ. კი, ზოგადად ხა 50 წელს გადაცილებულმა ყველა ქალბატონმა და 60 წელს გადაცილებულმა ყველა მამაკაცმა ეს კვლევა უნდა გაიკეთოს, მაგრამ თუ არის ეს თანხლივი დაავადებები, რა თქმა უნდა, თან მე ხა ქვემოთ ვიტყვი, შეიძლება ძალიან ასე ვთქვათ, მოდი აქ გავაგრძელებ, მაშინ იმიტომ რომ ოსტეოპოროზ ზოგადად შეიძლება ჩუმ დაავადებას ეძახიან. ეს არ ვლინდება არანაირად, შეიძლება აი ეს დაავადება გამოვიდეს სუბუქი რაღაცა დაცემის ან თუნდაც შეჯახების შედეგად გამოვიდეს და უკვე ვლინდება მოტეხილობა. და ამიტომ მიმდინარეობს საკმაოდ ჩუმად ნელად და არანაირი რაღაცა დამახასიათებელი სიმპტომი ნიშანი არ აქვს. ძალიან ბევრი ვიცი სხვათა შორის ჩემს გარშემო ზუსტად მოტეხილობის შემდგომ რო აღმოაჩინეს რომ ოსტეოპოროზი ჰქონდა. აი სიმპტომები რა აქვს დაუშვათ. არანაირი სიმპტომი არ აქვს, თავიდან ზუსტად ამას საუბრობ. შეიძლება დაცემინების დროს ან დახველების დროს მოხდეს ნეკლის მოტეხილობა, ასევე ხერხემლის ერთ-ერთი მალის ნაწილობრივი ან სრული ოკლუზიის პროლაფსი, მაგრამ რაც შეეხება უშუალოდ ასაკოვან პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ დამახასიათებელი მოკუზული პოზა, დამახასიათებელი და შეიძლება იფიქრო რომ აქ არის, მაგრამ ახალგაზრდა ასაკში ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ არის და მიდის ჩუმად, უსიმპტომო და აი შეიძლება მოდაგმიანებულ სტადიაზე მოხდეს გამოვიდეს მოტეხილობით ან ტკივილით ასე ვთქვათ შეწუხდეს პაციენტი. თეონა, როგორც ვიცი, ჰოსპიტალში სულ ახალი აპარატი გაქვთ თქვენ ოსტეოპოროზის კვლევისთვის, ეს არის დენსიტომეტრი და აი დენსიტომეტრის გარდა, რა თქმა უნდა, ამ აპარატზე ვისაუბრებთ და ძალიან მნიშვნელოვანია ეს კვლევა. რა კვლევები უნდა ჩაიტაროს? აი მაინდა-მაინც ეხა როცა უკვე შემთხვევა მოხდება, რატო უნდა დაველოდოთ? ხო, აი მე მაგალითად ეხა მინდა მაქვს უკვე ის ასაკი, რომ ვთვლი, რომ რაღაცა საფრთხის შემცველი პრევენციული ზომები მივიღოთ. პრევენციული ზომები რომ მივიღოთ. ვისთან უნდა მივიდეთ? ექიმთან პირველ რიგში და თავისთავად ის ექიმი გამოგვიწერს და დაგვინიშნავს იმ კვლევებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს ქართული ვარიანტი ხო იცით რომ ექიმის გარეშე ვაპირებთ ხოლმე რაღაცა კვლევების ჩატარებას. მოგეთ რომელ ექიმთან მივდივართ? პირველი სვლა რას ვაკეთებთ და რა კვლევებს ვიტარებთ? ეს არის ესე იგი ეს დაავადებები ერთობლივად არის ასე ვთქვათ, როგორც ენდოკრინოლოგიური კუთხით განსახილველი, ასევე რევმატოლოგიური კუთხით, იმიტომ რომ თანხლები ჩამონაცვალი დაავადებები რაღაც მრავალი თანხლები დაავადებები ახასიათებს. პირველ რიგში უნდა გამოვიკვლიოთ აუცილებლად კალციუმი, D ვიტამინის განსაზღვრა უნდა მოხდეს, აუცილებლად და თუ არის ამ ვიტამინების და ელემენტების დეფიციტი უნდა მოხდეს, დაუყოვნებლივ მათი შევსება. შემდგომი ეტაპი არის ეს არის დენსიტომეტრიული კვლევა, რომელიც ახლა საკმაოდ ინოვაციური, შიდა ქართლში ასე ვთქვათ, მხოლოდ ჩვენ კლინიკაში, კერძოდ სამხედრო ჰოსპიტალშია წარმოდგენილი, რომელიც არის აბსოლუტურად უმტკივნეულო, სწრაფი და პასუხს ვაცლებთ იმ დროს პაციენტს. აქვე მინდა ვთქვა, რომ დენსიტომეტრიულ კვლევებს აკეთებთ შენ? კი, დენსიტომეტრიულ კვლევებს ვაკეთებთ უკვე და საკმაოდ როგორ
ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი აი რაც უკვე ვაკეთებ რამდენიმე ერთი წელია ფაქტურად ეს აპარატი რაც მუშაობ, ძალიან ბევრია გამოვლინებული, რომ ოსტეოპენია და იშვიათად არის ნორმალური ძვალი და რა თქმა უნდა სამწუხაროა ეს ფაქტი, იმიტომ რომ შეიძლება ოსტეოპოროზი არ იყოს, მაგრამ ოსტეოპენია მაინც თითქმის ყველგან არის, ანუ მიზნობრივად არის გადაწყვეტილი ენდოკრინოლოგისგანაც და რევმატოლოგისგანაც, ვინც მოდის ჩემთან პაციენტი, რომ ანუ მიზნობრივად მიიტანეს ეჭვი, რომ იქ არის რაღაცა პათოლოგია, იმიტომ რომ რეალურად მართლა ისახება, რომ არის გამოკვლევის პროცესში, რომ არის ოსტეოპენია ყველა შემთხვევაში და ნუ იშვიათადაც არა ოსტეოპოროზი. აი პრევენციული ზომები ბავშვობიდან დაუშვათ, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რა საკვები უნდა მივიღოთ ჩვენ შვილებს, ახლა გასაგებია რომ მე ვიცი, მაგრამ არის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომელიც ამას შეიძლება ყურადღებას არ აქცევდეს. ანუ კვებითი რეჟიმი როგორ უნდა იყოს და ძირითადად რაზე უნდა იყვნენ აქცენტირებულები. ნუ ბავშვობიდან რა თქმა უნდა ეს აუცილებელია, რომ ფიზიკური აქტივობა იყოს და ბავშვები იყვნენ ასე ვთქვათ სპორტით და ჯანსაღი ცხოვრებით, არანაირი სწრაფი კვების პროდუქტებით. კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა იყოს აუცილებლად გაჯერებული კალციუმის შემცველი ზრდის პროდუქტები. ნუ გარედან რა თქმა უნდა ამ ბიოდანამატები მივიღებთ ამ ელემენტებს, კალციუმს, დ-ვიტამინს, მაგრამ კვები ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კვერცხერძის პროდუქტები აუცილებელია და ნუ რა თქმა უნდა ოსტნეული, ანუ ჯანსაღი კვება, რა თქმა უნდა, ყველაფრის უპირველესი და საწყისია ეს უდაოდ ასია. და ნუ ბავშვებია თუ ნუ მოზარდ ასაკში ნიკოტინი, ალკოჰოლის და ასე ვთქვათ ეს მინიმალურად უნდა დაიყვანონ ამის მოხდა. საერთოდ სასურველია საერთოდ დაიგრძელოს. საერთოდ დაიგრძელოს, მით უმეტეს აი სულ ვამბობ ხოლმე რომ მოდასაყოლილი ბავშვები რო ცდილობენ რომ აი სკოლის პერიოდში თითქოს ნიკოტინის მოხმარებას იწყებენ, ის ვერ ხვდებიან რამდენად ზიანს აყენებენ თავის ჯანმრთელობას და თავის თავს და ძალიან სამწუხაროა რომ ხშირად მოდას ეწირება ჩვენი ჯანმრთელობა. ანუ ჯანსაღი ცხოვრების წესი და სრულფასოვანი ჯანსაღი სწორი კვება არის პრევენცია. ის კი არა რომ აი როგორც მივხვდი რომ არ დაგემართება. ყოველ შემთხვევაში გახანგრძლივდება ჯანმრთელად ყოფნის პერიოდი, თორე ხა ენდოკრინული ცვლილებები რო დაიწყება კლიმაქსერული პერიოდი, ნუ მაინც რაღაც იქნება, მაგრამ არა ფიქრობ არა იმ დოზით, როგორც შეიძლება იყოს. დენსიტომეტრიაზე ვილაპარაკეთ და ის ძალიან საინტერესოა. დენსიტომეტრია რამდენად უმტკივნეულო პროცედურა, ან ხანგრძლივობა როგორია, ან რა ზონებს იკვლევს ფლიან სხეულს თუ ნაწილობრივს, აი როგორ ხდება კვლევა დენსიტომეტრია? მოგახსენებთ, დენსიტომეტრიული კვლევა კეთდება ძირითადად არის წინამხრის ძვალზე, ბარძაყის, მენჯბარძაყის ძვალი და წელის მალების სეგმენტებს ძირითადად სამი სეგმენტზე კეთდება. ეს რა თქმა უნდა ექიმის მიერ ხდება გადაწყვეტილება, ანუ გაკეთდეს ყველა ძვალზე თუ მხოლოდ მენჯბარძაყი გამოიყენოს ან წელის მალები. და ეს არის აბსოლუტურად როგორც აღნიშნე უმტკივნეულო სწრაფი და თითოეული სეგმენტის გაუსაფრთხო თავისად მინიმალურია გრადიაციული გამოსხება და თითოეული სეგმენტის გადაღება სჭირდება დაახლოებით 2 წუთი. უბრალოდ მე გაშიფრაზე მჭირდება დრო და რომ პაციენტს იმ დღესვე მივცე დასკვნა და ასე შემდეგ. დანარჩენი რაც შეეხება ასე ვთქვათ ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას რომ ორსულებისთვის არ არის რეკომენდირებული ამ კვლევის გაკეთება, იმიტომ რომ შეიძლება პაციენტური ბარიერი გაიაროს და რადი ამ რენტგენის სხეულმა გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება და რა თქმა უნდა ორსულებში არ ვაკეთებთ ამ კვლევას. ნუ ორსულებში საერთოდ ყოველთვის მიზანშეწონილია რომ ნაკლები დატვირთვა იყოს. ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, რომ სტატისტიკური მონაცემებით ძალიან დიდია ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, იოდის დეფიციტი და სერიოზული პრობლემები იწვევს ეს ყველაფერი. ფარისებურ ჯირკვალზეც რო ვილაპარაკოთ და მის დაავადებებს, ეხა ეს ისეთი ფართოა ერთ გადაცემაში რა თქმა უნდა ვერ მოვასწრებთ, მაგრამ რა სიმპტომებია ახასიათებს და რა შემთხვევაში უნდა მიაკითხოს, ძირითადად ბავშვებში სერიოზული პრობლემებია, აი მშობელმა როდის უნდა მიიყვანოს ბავშვი ენდოკრინოლოგთან. ხშირ შემთხვევაში მშობლები ვერ ხვდებიან, არის თუ არა ენდოკრინოლოგთან ბავშვი მისაყვანე. აი რა სიმპტომები აქვს, რასაც უნდა ძალიან დიდი ყურადღება მიექცეს და მიიყვანონ ენდოკრინოლოგთან და ეჭვი მიიტანონ ფარისებურ ჯირკვალზე.
ნუ ძირითადად აქ არის ხოლმე ძალიან რიგი უამრავი ჩამონათვალია, რაც შეიძლება გქონდეთ ჩივილები. პირველ რიგში აქვთ ხოლმე გონებრივი ჩამორჩენილობა, მაგალითად ლექსების მხრივ, რომ შეიძლება საზეპიროს ვერ იმახსოვრებდნენ ბავშვები. გქონდეთ ასევე წონაში მატება, თავის ტკივილის სისუსტე, გაბრუება, ეს რაც ძალიან დამახასიათებელია. როგორც მოზრელთა ენდოკრინოლოგი, ანუ ჩემთან ძირითადად ჩივილებით მოდიან პაციენტები, რომლითაც აქვთ თავის ტკივილების სისუსტე, გაბრუება, უხალისობა, ადვილად გაღიზიანებადობა, ხშირად შეიძლება იყოს კუჭის მოქმედების დარღვევა, ეს ყაბზობით გამოხატული უმეტეს შემთხვევაში ჰიპოთირეოზისოს, მაგრამ ჰიპერთირეოზისოს აქ არის ორი ფორმა, რა თქმა უნდა, ფარისებური ჭიქლის დაავადების, მაგდროს შეიძლება პირიქით იყოს სხვა ჩივილები ფაღარადით გამოხატული და უფრო აქნებულები იყვნენ და უფრო ადვილად ღიზიანდებოდნენ. უძილობა ახასიათებს, ანუ ძალიან ბევრი რიგი ჩამონათვალია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, როცა არის ესეთი ჩივილები რაღაცა გამოხატული რაღაც დონეზე, უნდა გამოიკვლიოს, გაკეთდეს ფარისებრი ჭიქლის ეხოსკოპია და უნდა განისაზღვროს ფარისებრი ჭიქლის ჰორმონები, TSH, FT4 და ანტიტΠ4 აუცილებლად, რადგან არ იყოს აუტოიმუნური თირეოიდიტი. შესაბამისი ანალიზის პასუხებით მიხედვით მოხდება შემდგომ კურნალობის დანიშნა და ხანგრძლივია. პრევენცია რა არის იმისთვის, რომ დაუშვათ არ დაგჭირდეს ჩვენ ეს ყველაფერი? პრევენციისგან ასე ვთქვათ, ხო, ზოგადად ყველაზე ეს ერთადერთი პრევენცია, რაც შეიძლება იყოს ნებისმიერ დაავადების ჯანსაღი ცხოვრების წესი, სრულფასოვანი კვება, რა თქმა უნდა, ყველა მიკროელემენტები და თავისი ვიტამინები, შემცველი საკვების, რძის პროდუქტებია, ხორცის, რა თქმა უნდა, ყველა ჯანსაღი საკვები, ამ სწრაფი კვების პროდუქტები არა, ფიზიკური აქტივობა, წყლის დალევა და ფიზიკურად სიარული თუნდაც, ხო? შეიძლება რაღაცა ესეთი აქტიური ვარჯიშით არ დავკავდეთ, მაგრამ თუნდაც იყოს გამოხატულად ფეხით სიარული იყოს, ყოველ საღამოს ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, კვების რეჟიმის მოწესრიგება და მავნე ჩვევებზე უარის თქმა, რაც მნიშვნელოვანია. ძალიან სამწუხაროდ ცოტა ძნელი განსახორციელებელია, მით უმეტეს ჩვენი ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე. ამას კი ვამბობთ, რომ ძალიან სწორად უნდა ვიკვებოთ და წყალი ვსვათ, რაც ვიცით, მაგრამ არ ვაკეთებთ. თეონა, ძალიან დიდი მადლობა, საკმაოდ საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ. ეს იმდენად ფართოა და ამოუწურავია, რომ ძალიან ძნელია ეხლა აქ ყველაფერზე ვილაპარაკოთ, თუმცა ჩვენი გადაცემა იმითი გამოირჩევა, რომ აქ ვსაუბრობთ, აი კულისებს მიღმა ჯანმრთელობის შესახებ რა ხდება. რაც უფრო საინტერესოს ხდის ამ გადაცემას და დიდი მადლობა, რომ ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე კიდე შეგახსენებთ, რომ ეს იყო გადაცემა ნეომედი ეკასუხიშვილთან ერთად. გვიყურეთ ყოველ შაბათს საღამოს 7 საათზე ნეო TV-ზე. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრად.